ვისაუბრებ 5 დეკემბრის სავსე მთვარეობაზე, რომელიც ამ წლის ბოლო სავსე მთვარეობა იქნება და ეს იმოძრავებს ტყუპები მშვილდოსნის ღერძზე, რომელიც 13 გრადუსზე იქნება აქტუალური, პიკი კი იქნება თბილისის დროით 03 საათზე და 14 წუთზე. ეს ღერძი წარმოადგენს ინფორმაციის აზროვნების, სწავლების, გადმოცემის, ხედვის გაფართოების თემებს. სავსე მთვარე პიკს აღწევს რაღაც ინფორმაციულ პროცესს, რომელიც ბოლო 2 კვირის მანძილზე დაიწყო და აქტუალური იყო. ხდება სიმართლის, ფაქტების გამჭვირვალობა, საიდუმლო ამბების გამოსვლა წინ, ასევე კომბინირებული ეს ტრანზიტების საერთო ენერგია, რომელიც ცაზე სავსე მთვარეობასთან ერთად იმოძრავებს, ეს იქნება პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების აუცილებლობის მოთხოვნა, ასევე გრძელვადიანი გეგმების გადახედვის, სერიოზული საუბრების, რაღაცა კონტაქტების და შეთანხმებების დამთავრების დრო. აუცილებლად ფრთხილად იყავით ამ პერიოდში ემოციურ ფონთან და დაპირისპირებასთან, ახლო ადამიანებთან განსაკუთრებით, ასევე შესაძლებელია დაძაბულობა წამოიწიოს უცხოელ პარტნიორებთან დაკავშირებულ საკითხებთან, საუბრებთან, ინფორმაციასთან, ან რაღაცის დასრულებასთან. ამიტომ აქ ფრთხილად იყავით ამ პერიოდში, მეტი გაანალიზება, მეტი სიდინჯე და არა სიჩქარე ამ პერიოდში. დადებითად შეიძლება ამ სავსე მთვარეობამ იმოქმედოს ცეცხლისა და ჰაერის ნიშნებზე, როგორებიც არიან ვერძები, ლომები, სასწორები და მერწყულები. სიფრთხილე უფრო მეტად მუტაბელურ ნიშნებთან, როგორებიც არიან ტყუპები, მშვილდოსნები, ქალწულები. როგორ იმოქმედებს სავსე მთვარეობა თითოეულ ზოდიაქოს ნიშანზე, ვისაუბრებ და ჩავშლი. პირველ რიგში ვერძის ზოდიაქოს ნიშანთან აქ აქტიურობა იქნება უფრო მეტად კომუნიკაციებში, დებთან, ძმებთან, მოკლე გზებთან, რაღაცა გადაადგილებებთან დაკავშირებული საკითხები, გეგმები, მნიშვნელოვანი საუბრები, აქ რაღაც მოულოდნელი ცვლილებები ან ინფორმაციული რაღაც ახალი ნაკადი. რაც შეეხება კუროს ზოდიაქოს ნიშანს, აქ იქნება ფინანსური გადაწყვეტილებების, შემოსავლების ცვლილებების, სამუშაოს ან პროექტების ახალი მიმართულების ძიების პერიოდი. ტყუპებისთვის ეს იქნება ძლიერი ემოციური პიკი, პირადი იდენტურობა ან გადაწყვეტილებების გადახედვა, ასევე სასიყვარულო ურთიერთობებთან დაკავშირებული თემების გადახედვა. კირჩხიბებს რაც შეეხება, აქ იქნება ფარული თემები გააქტიურებული, ინფორმაცია, სიზმრები, რაღაც ძველი ტკივილიანი თემების გადახედვის პერიოდია. ლომებს რაც შეეხება, აქ იქნება მეგობრები, მოგუნდური სოციალური წრე, მოულოდნელი ცვლილებები ამ საკითხებთან, რაღაც გეგმებში ან პროექტებში. რაც შეეხება ქალწულებს, აქ კარიერული თემით, თქვენს ავტორიტეტულობას, სტატუსს შეეხება ეს პერიოდი, მნიშვნელოვანი პროფესიული გადაწყვეტილებების პერიოდია, მაგრამ აქ სიფრთხილეა საჭირო კამათს და დაპირისპირებას მოერიდეთ. სასწორებს რაც შეეხება, აქ იქნება სწავლა, საზოგადოებრივი თემები, საერთაშორისო ურთიერთობები, ახალი მეგობრები. მორიელებისთვის აქ იქნება რაღაც ვალები, საერთო ფინანსები, ქონებრივი საკითხების თემები წამოიჭრება წინ, ემოციურად განკურნების პერიოდია ან საიდუმლოს რაღაც გახსნა ამ პერიოდში. მშვილდოსნებისთვის აქ ურთიერთობების დასრულება ან ახლის დასაწყისი. პარტნიორთან რაღაცა მნიშვნელოვანი დიალოგის პერიოდია, ეცადეთ ძალიან ფრთხილად იყოთ, არ აყვეთ ემოციებს, გააზრიადებთ სიტუაციებს, რადგან ამან შეიძლება კამათი და დაპირისპირება გამოიწვიოს. თხის რქებს რაც შეეხება ჯანმრთელობა, რუტინა, სამუშაო თემებს შეეხება, პასუხისმგებლობით დატვირთული პერიოდი შეიძლება იყოს რაღაცა სტატუსის ცვლილებებთან დაკავშირებით. მერწყულებს რაც შეეხება სიყვარული, ბავშვების, შემოქმედებითი თემები წამოიწევს წინ, მოულოდნელი შთაგონება ან მნიშვნელოვანი ემოციების გამოტანა დაგიფიქსირდებათ თქვენ. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშანს, აქ იქნება თქვენთან ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები რაღაც სახლთან, ოჯახთან, საცხოვრებელ თემასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც პიკს აღწევს ამ პერიოდში და აქ რაღაც შესაძლებელია შინაგანი არასტაბილურობის პერიოდიც გამოიტანოს ამ სავსე მთვარეობამ, მაგრამ ეცადეთ იყოთ ძალიან ფრთხილად თქვენს ემოციებთან და შეინარჩუნეთ სტაბილურობა. წარმატებები მინდა ყველას გისურვებთ.